მაშინ როდესაც ოპოზიცია ნაცვლად იმისა, რომ სამომავლო გეგმებზე ფიქრობდეს, როგორი საქართველო უნდა, ხალხს ასე უნება ბიზნეს მაგივრად რა იქნებაო. ამის ნაცვლად მიდის რეგიონებში. რეგიონი ხო ყველას გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკური მოუსავლეთი. იქ როცა ამას ამბობ, სიამბლეში გადიხარ შვებულებაში. და ხალხს ეუბნები, რომ ხალხო, არ მომიკითხოთ, მე რეგიონებში ვარ. არც მე არ გკითხულობ, იმიტომ რომ რეგიონებში ვარ. ესეც თქვა გათვლა, რომ ელექტორატი ფიქრობენ, რომ იქ შეიძლება უნდათ უფრო გაზარდონ ელექტორატი და ესეც რაღაც სტრატეგიის ნაწილია, რომ რეგიონებში თქვა იმუშაონ საკუთარ მხარდამჭერებთან და მათი რაოდენობის ზრდაზე. მე უბრალოდ ფიზიკურად, მათემატიკურად სუსისულელი მეგონა ეს და ვფიქრობ, რომ ახლაც ეს ჩემს კოლეგებს კარგად ესმით. რეგიონებში ესე რომ დადიოდნენ ერთხელ რომ გაივლიდნენ სადღაც, ვიღაცას შემხედრ 10 კაცს რო ხელს ჩამოართმევდნენ. ამას რო გადაიღებდნენ და ვიღაცას აჩვენებდნენ, მათთვისაც კი ცნობილია რომ ეს დრო წავიდა. და შესაბამისად რეგიონებში წასვლა არასდროს არ ნიშნავს თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში, მე არ შემეჩნდება ამის თქმა, არ ნიშნავს იქ ახალი ხალხმრავალების ზებნას. მას სხვა ეტიმოლოგიური მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყანაში. და ნიშნავს იმას, რომ სხვა არაფერი საქმე არ მაქვს, ვერაფერს ვერ გეუბნებით ხალხო და წავედი რეგიონებში. აი სულ ასე იყო ეს და ვინაიდან ახლაც ეს ასე ხდება, ძირითადად ამ რეგიონებში და ამ ახალის და მთელი ამ კოალიციის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ქართულმა ოცნებამ გაზაფხული გადაიტანოს მშვიდად, ისე რომ აქ არ იყოს არანაირი მიტინგი, მოთხოვნა, მართლა რეალური პროტესტი არ წარმოიშვას, იმიტომ რომ ხალხი ელოდა, როგორც 4 ოქტომბერს რო ველოდებოდით, ხო გახსოვთ? მაისში რო ველოდებოდით, რომ 4 ოქტომბერს დავამხობთ ხოცებს, რა დროს არჩევნებია, ხალხო დავამხობთ ხოცებს და ასე შემდეგ. ზუსტად ასე დაკიდეს ახლა 26 მაისს. რა მოხდება? არაფერი რა უნდა მოხდეს? რა მოხდა 4 ოქტომბერს? ვიღადები ადამიანი დაიჭირეს, ახლა უფრო შეიძლება უფრო ჭკვიანი ხალხი აღმოჩნდეს, ნაჯდომები არიან თან ციხეში და ბევრი ამიციან უკვე. თვითონ არ საჯდებიან, უბრალოდ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება და 26 მაისს დაიშლებიან. მაგრამ ხალხს 26 მაისამდე მიატანინებენ რაღაცა უაზრო მოლოდინით. და სინამდვილეში, აი მართლა 26 მაისს ისე იქნება სიტუაცია, რომ ქართულმა ოცნებამ რო დანიშნოს არჩევნები, არავინ არ იქნება მზად არჩევნებისთვის. და მთელი ამოცანა ეს აი აბდაუბდა, იმიტომ ხდება, რომ არავინ არაფრისთვის არ მოემზადოს. ხო და მე რაღაცნაირად მინდა რომ ჩვენ სამომრჩევლებს რაღაც აუხსნა, რომ ხაი ხალხო, მე ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნო კამპანია უნდა დავიწყოთ. იმ გაგებით, რომ ეს დაწყებულია ჩემი აზრით. ოღონდ უცნაურად არის დაწყებული. დაწყებული აი ასე რაღაცა მართული ოპოზიციის გემის ჩამოყენებით, რომელსაც მე როცა მოუნდებათ რა ფორმითაც უნდათ ისეთი ფორმით ჩაძირავენ. მაგრამ არჩევნები იქნება მოგებული, როგორც ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოგებულია და პრეტენზია ხო არავის არ აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან. ანუ ფიქრობთ, რომ იქნება ვადამდელი არჩევნები. არა, იცით როგორ არის ხა მე ხო არა ვარ ბიძინა ივანიშვილი, მარტო მას შეუძლია საკითხი გადაწყვიტოს, მაგრამ მე ვხედავ რომ რა სიმპტომებიც აქვს ამ მთელ პროცესს, რაც არის. ეს შემთხვევით არ ხდება, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილზე მე მის ინტელექტუალურ მონაცემებზე კარგი წარმოდგენა მაქვს და ვიცი რომ ის დარწმუნებულია იმაში, რომ 3 წელი ეს კოალიცია ვერ გაძლებს. მაშინ რატო ერთ კაპიკს ხარჯავს ამაზე? თუ არჩევნებს 3 წელიწადში აპირებს.